მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი, ვინც არ იცის, პირადი მომსახურება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ლაიქები, კომენტარებისთვის და ასევე მოლოცვებისთვის. დღევანდელი გაშლა იქნება ჩვეულებრივად განვახლებ მუშაობას. გუშინდა დღეს არა აქტიური ვიყავი და შესაბამისად ვერც ვასუხობდი, რა თქმა უნდა, SMS-ებს და ეს დარეკვები იქნებ მიპასუხოთ. ადამიანები ვართ, შეიძლება ერთი დღე დაგჭირდეს რაღაცის გამო, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის მიზეზი, როცა შევძლებ, აუცილებლად გამოვალ კონტაქტზე და გიპასუხებთ, ხო? მით უმეტეს ესეთი საჩქარო არაფერი არ არის, ხო? და ხანდახან ხდება ისეთი ვარიანტიც, რომ სასწრაფოდ მჭირდება, სასწრაფოდ და რაღაცა გადმოვდებ ყველაფერს და ვეუბნები ადამიანს. რა იყო აქ სასწრაფო? არა იცით რა ზოგადად მჭირდებოდა, ესა მერე იწყება ესეთ რაღაცები. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. სასწრაფოდ, კი ბატონო, მესმე შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს რჩევა რაღაცის შესახებ, ან შეიძლება რამე წმენდაც სჭირდებოდეს სასწრაფოდ, ხდება ესეთი ვარიანტებიც, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობა, როცა არ იცით, შეგიძლიათ უბრალოდ მოძებნოთ ინტერნეტში განმარტებები დევს. ბიბლიოთეკაში ვიცი, რომ არ დადიხართ და არ ეძებთ, რა თქმა უნდა, სიტყვების განმარტება, ეხლა ლექსიკონი ეძებოთ სულხან-საბა ორბელიანის ეს გამორიცხულია, მაგრამ არც ინტერნეტში, ესე იგი, რომ მოძებნოთ თუ რამე სიტყვა არ იცით რას ნიშნავს, ესე იგი, არ ხერხდება თქვენთან და ვატყობ, რომ ესეთი მინიმალურებიც მე უნდა აგიხსნათ. სასწრაფო და გადაუდებელი სხვა რამე არის. მით უმეტეს მე არ გაჩერებთ თქვენ ერთი-ორ დღეზე მეტს. ჩემთან არ ხდება თვეობით და კვირაობით რაღაცა ელოდოს ადამიანი ჩაწერებს. კონსულტაციებს. გათენება რომ დამჭირდეს, ვათენებ, ხო, ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რაღაცა. დიდი გადადება მომიწიოს ვინმესთან რა იმისი. კარგი, ნახოთ რჩევა, ვისთვის არის ეს გაშლა. აქ არის ესეთი ვარიანტი. ჩემი გაშლებით თქვენ ტაროს ვერ ისწავლით, ამასაც გეტყვით. იმიტომ რომ მე მუშაობ ძირითადად ენერგიებზე. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აქ მე რა არკანები ამოდის. თითქოს არც განახოთ ასე და არც იმას knახო, ძალიან იშვიათად ხდება ესეც. მაგრამ ხვდები, რომ აი მთელი კონცენტრაცია გაქვთ აქ რა დევს მაგიდაზე. ასე რომ აქედან თქვენ ჩემი გაშლებიდან ვერ ისწავლით ვერაფერს. ინდივიდუალურად სწავლა თუ ვინმეს უნდა, უბრალოდ ფასები რა ღირს, გამოდი კი მინდა სიტყვერად არა. სერიოზული თუ ვინმეა, შეგიძლიათ ჩაეწეროთ მაშინ. კი ბატონო, თანხების გადახდაც შეგიძლიათ
გადაიხადოთ წინასწარ, რა თქმა უნდა, და სექტემბრიდან მექნება თუ კი აგროვდება დაახლოებით 10 კაცი მაინც, ან 8-10, დავიწყებ გასწავლით, დავუშვათ როგორ მუშაობ და კი ბატონო, კარგი გაჩუმდი ახლა. ესეთი რაღაცა. ენერგიებთან მუშაობასაც გასწავლით. რა დროს უნდა მოისმინოთ, დავუშვოთ მოვსმინოთ შინაგან ხმას. რა დროს გესაუბრებათ სწორად, დავუშვათ არკანები. და კურსი რა თქმა უნდა იქნება 3 თვიანი. თუმცა რიტუალებს არ შევასწავლი, იმიტომ რომ იყო ესეთი კითხვა, რომ მასწავლოთ ყველაფერი. ეს ჯერ საკმაოდ ძვირი დაგიждდებათ, მე კიდე ყველას ეს არ შეუძლია. ამას თავისებური ენერგია და რაღაც კიდე სჭირდება სხვა, ესე დაზებირებით ეს არ ხდება. მაგრამ ყველაფერი, ანუ რაც იცი, ყველაფერი შემოსწავლ ცოტა უცნაურია, ხო? კარგით. აქ არის ესეთი ვარიანტი. არის ადამიანი, რომელიც დგას არჩევნის წინაშე, ეს არის წინა სიტყვაობა. არჩევნის წინაშე რა გადაწყვეტილება მიიღოს და როგორ უფრო დავუშვათ კიდევ ძლიერი გამოჩნდეს. ან ესეთი ვარიანტი ყავს კიდევ ადამიანი, რომელიც ცდილობს რაღაც ესე მაგიური ან ჩადოქრული რაღაცები გააკეთოს, მაგრამ არის არაპროფესიონალი. თუმცა ცდილობს რაღაცები გააძლიეროს. ესეთი წინა სიტყვაობა გვაქვს, თუ ამ პოზიციაზე ხართ, შეგიძლიათ მოისმინოთ. ნახოთ აბა რა არის რჩევა თქვენთვის. თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ, აქ უბრალოდ მაქსიმალურად წარმოაჩინეთ თქვენი თავი და კი ბატონო, მაშინ ჩემი საფირმო სიტყვა ელოდეს ასწავლებს ზუსტად ეს იქნება, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ საკუთარ თავზე. რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა, რას იღებთ, ანუ საკუთარ თავზე. შეიძლება ეს იყოს ვიღაცას ქველმოქმედება გინდოდეთ დაიწყოთ, ვიღაცას დახმარება გინდოდეთ, რაღაცა ესეთი ვარიანტი არის შესაძლებელია. ფინანსური ვალდებულება იყოს და ამ ყველაფერზე გჭირდებოდეთ მერე გარკვეული დროის, ენერგიის დახარჯვა. და კმაყოფილება მაინც გიფიქსირდებათ, მაგრამ აქ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ რჩევის სახით იმას გეტყოდით, შელაპარაკება, რასაც ქვია, არ მოგიწიოთ ვინმესთან, ლაპარაკს მოერიდეთ. ნახეთ, ხანდახან არის ამბობ, რომ კომუნიკაცია, ლაპარაკი კარგი არის, მაგრამ ამ წუთში მე გეტყვით, ვით უმეტეს ეს არ არის თქვენს იდეებზე ლაპარაკი, ან თქვენს ფინანსებზე, ან თქვენს არა. აქ არის საუბარი ზოგადად ლაპარაკს, რა ვიცი, მე მგონი მონჯის პოზიცია უნდა აიღოთ აქ. რადგანაც ამ ლაპარაკის შედეგად მოიცადეთ. ნახეთ, ორ ვარიანტს გაგიჟღერებთ აქაც. არის ესე იგი, ამ ლაპარაკის შედეგად ძალიან, სრულდება ყველაფერი, შეიძლება დაასრულოთ ვინმესთან, ეს იყოს სამსახური, შელაპარაკება თუ მოგიწევთ,
შეიძლება ეს იყოს რაღაც საკითხი საერთოდ დასრულდეს, ან შეიძლება ჩხუბი მოგივიდეთ ვიღაცასთან, ამას მოერიდეთ, ხო? ან არის კიდევ ესეთი მომენტი, ვარიანტი, რომ თქვენ რაზეც თავს იკავებთ და არ გინდათ დავუშვათ არ საუბრობთ თან რაღაც რა არის ეს კაცი, რა არის ეს, რა არის დაბლოკილია ვიღაცა. გამოვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. რა იწვევს ამას, რატომ ხარ მდგომარეობაში? რა არის ეს? რატომ ხარ? დაბლოკილი ვარიანტი და მე ფიქსირდა და რატო დაფიქსირდა ეს რამ გამოიწვია მაშინ ეს მონაკვეთი რამ გამოიწვია ან ვინ ხო კალი რა ურთიერთობა გაქვთ ამ ქალთან აქ ვიღაც ქალბატონი, ცოტა უცნაური ახლა შეყვარებული ქალბატონი თქვენზე? მამაკაცებისთვის არის ეს გაშლა თუ რავი, ქალი ქალზე შეყვარებული. რა უცნაური რაღაც დამიფიქსირდა. ან ძალიან კარგად გაჩაი თქვენი გულისთვის გიშდება? ეს ქალი ცდილობს თქვენს დაბლოკვას. ეს ქალი ცდილობს თქვენს დაბლოკვას. რამდენად გამოვა ეს ყველაფერი? ჩადუქარი ქალი აქ დამიფიქსირდა მე თავიდან და ეგ არის. ვიღაც ცდილობს აქ თქვენს დაბლოკვას, მაგრამ გამოვა რა ეს კიდე რა გამოვა. ეს შეიძლება ცოტა ხნით რაღაც იყოს ან ვიცი რაღაც არასასიამოვნოა, მე უფრო გეტყოდით რომ აქ ჩხუბს მოერიდეთ. რადგანაც არ არის გამორიცხული, შესაძლებელია ვინმეს გამო არ მოგიწიოთ ვინმესთან შეკამათება. აი ეს არის აქ, ხო? აი ნახეთ. კი. და ეს შეიძლება იყოს ვიღაცამ, ნახეთ თქვენი რა წარმატება, ბედნიერება შეიძლება ვერ გაუძლო, ხო? აჰა. სწორად შეიძლება რაღაცა გააქვთ ისეთი და შეეცდება რომ აქ დაგბლოკოთ, მაგრამ ეს არ გამოვა ამას არა. არ გამოვა. მე მაინტერესებს სადაც ჩემი ყველაზე საყვარელი დასტა ამ დროს. ეს არის ვიღაც ვერ აიტანს აი ამ თქვენს რაღაცა კარგად ყოფნას. ან თქვენს საუბარს რასაც ცდილობთ თავი წარმოაჩინოთ ეს შრომა თუ რა პასუხისმგებლობას იღებთ. მაგრამ ბუმერანგი დაუბრუნდება სანაცვლოდ ამას ვინც არის მანახე. ვთქვით უფრო კონკრეტულად ბუმერანგი რა დაუბრუნდება, მაგიორად ცდილობს აქ რაღაცა თქვენს დაზიანებას, მაგრამ ამას ოჯახში შეექმნება პრობლემები, რომ იცოდეთ უპირველესად ოჯახზე დაარტყამს ეს ყველაფერი ბუმერანგი. ცდილობს რომ ყველაფერი თითქოს კარგად უნდა იყოს, რა ბუმერანგი დაუბრუნდება, ვინც ამას ცდილობს. ხო. მისი ეს გზა სიძლიერე გაცლიერება ბუმერანგი მანახე. ბუმერანგებს ვერ ხედავ მანდა მაინც. კარგით, თქვენ რამეს გიზიანებთ ეს ადამიანი მაშინ. მე რამეს ვჭირობთ აქ.
ცდილობს, მაგრამ მე ხო, აი როგორ არის, იცი, ცდილობს აქ ადამიანი თითქოს უენერგიო, წარუმატებელი რაღაც ზარმაცუნა პოზიციაზე რაღაცას თავი რო ვერ მოაბად, თქვენი ბედი შეცვალოს. ეს ადამიანი ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. სახლშიც რამე უსიამოვნება რომ შეგხვდეთ, ნახეთ ესეთ რაღაცას, მაგრამ არ გამოსდის. ბუმერანგი ესე რო გითხრათ, რამე უბრუნდება თქო, ესე მთლად არ დამფიქსირდა, მაგრამ თქვენთან მიმართებაშიც არ გამოსდის და საინტერესოა რატომ არ გამოსდის მაშინ. იმიტომ რომ სერიოზული დაზიანება არის აქ და რატომ არ გამოსდის მაშინ ეს ყველაფერი. მიზეზი რა არის? დაცვა. დაცვა გაქვთ აქ ვიღაცას რაღაცა გიცავთ. უბრალოდ ან შეიძლება თქვენ არ გამოყვეთ, ან ეს ინფორმაცია გაითვალისწინოთ, ნახეთ როგორი რაღაც არის საინტერესო გაშლა რაღაც, ხო? აი თქვენი საზღვრები ვერ გადმოლახოს, ესე იგი თქვენთან მიმართებაში არ წამოეგებით, ესე იგი მის მანიპულაციას დანგესებს. ღვთისწყალობა გაქვთ უპირველესად. გამიგეთ? ეს ძალიან კარგი არის. ანუ აქ თვითონ რასაც ფიქრობს, არა, მაგას ვერ მიაღწევს, თქვენ რაღაც იცავთ თქვენს თავს და ესე რომ ვთქვათ, ყოჩაღად გახართ ფეხზე. მაგრამ ძალიან მაგრად შეეცდება ვიღაც, ეს არის გაფრთხილება უკვე. აქ იყავით გაფრთხილებული ხართ, ესე იგი ძალიან კონკრეტულად და მე მაინტერესებს თქვენთვის საბოლოოდ ეს რჩევა გაითვალისწინოთ რა იქნება. ამ რჩევას გაითვალისწინოთ რა იქნება. რაც ვერ მიპასუხა კარგად ნახე. ხო, რა იქნება და ყველაფერი კარგად იქნება, არ ენერგიულოთ, უბრალოდ იყავით ყოჩაღად. კი, აქ წარმატებას მიაღწევთ, კარგი შენაძენიც გიფიქსირდებათ, აი ძალიან კარგით. გამოხვალთ პრობლემებიდან, ამ შემთხვევაში თუ რაღაცა ისე გაქვთ, რომ არ ვიცი რამეს მოაგვარებთ და რაღაცა ესეთი პოზიციაზეც გახართ, იცოდეთ ამოდიხართ ამ კრიზისიდან. აქ თუ კი ვალი არის დაფარავთ, იცოდეთ აუცილებლად კი მოაგროვებთ თქვენ თანხის შეგროვებასაც, ან საქმის თუ რამე საქმე თავის წარმოჩინებას რაც გინდათ ამ ყველაფერს მოაგროვებთ, ჩემო კარგებო. კი, ვერაფერს ვერ დაგაკლებთ, ყოჩაღად გახართ, აბა თქვენც გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია გისურვებთ წარმატებული გადამშვიდობებით.